როგორც სტატომ ახსენა მე ვარ ლევანი, username-ით უფრო ცნობილი როგორც ტიჩოზა და დღეს გესაუბრებით ვეცდები ძალიან დეტალურად და ესე ტექნიკურ დეტალებში არ შევიდე, მაგრამ ზოგადად smart home-ზე გესაუბრებით და უფრო მეტად როგორ გავხადოთ ჩვეულებრივი რაღაცა ესეთი ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული დებილი device-ები, როგორ ვაქციოთ smart device-ებად. Smart homes ჯერ ზოგადად ისე შევეხები, როგორც ასეთ რამეს ძირითადი პლატფორმები, რაც გვხდება ხოლმე smart home-ის, არის ყველაზე პოპულარული სამეული არის ხოლმე Apple's Home, Apple's Home, ანუ HomeKit-ს ეძახიან, ეხლა უკვე Apple's Home-ით არის ცნობილი, Google Home და Amazon-ის Alexa. კიდე არის რამდენიმე მაგალითად Samsung-ს აქვს SmartThings-ი, არის კიდე პლატფორმა Tuya, რომელშიც ეს Tuya არის ეგეთ წოდებული white label, რომელშიც ერთიანდება ძალიან ბევრი device-ი, აი ქართული რაღაც სტარტაპებიც არის, რომელიც Tuya-ს პლატფორმაზეა და უბრალოდ სახელი აქვს ხოლმე შეცვლილი. Xiaomi-ს აქვს ასევე Mi Home და ბევრი არის კიდე, მაგ შორის ერთ-ერთი არის ესეთი open source პლატფორმა არის Home Assistant-ი, რომელშიც უკვე ძალიან დეტალურად და სიღრმისეულად შეგიძლია უსასრულო რაოდენობის ავტომატიზაცია და რაღაც დეტალური device-ები აწყო. პრობლემა არის ხოლმე მუდმივად, რომ როცა რაღაცა აპარატს device იყიდი smart სახლისთვის, უმეტესად არის ხოლმე, რომ რომელიღაცა პლატფორმაზე მუშაობს, მაგალითად Google Home-ზე და Alexa-ზე მუშაობს, მაგრამ Apple-ში არ ემატება. ან შეიძლება პირიქით Apple-ში ემატება და სხვაგან არ მუშაობს და ეს იყო პრობლემა მუდმივად. არის კიდევ რაღაც კონკრეტული smart device-ები, რომელსაც საერთოდ თავიანთი აპლიკაცია აქვს, მაგაზეც ვილაპარაკებ და საბოლოო ჯამში ერთი 10 smart home device-ი რო გქონდეს, შეიძლება 10 სხვადასხვა აპლიკაცია დაგჭირდეს იმის სამართავად და ერთმანეთშიც ავტომატიზაციას ვერ აკეთებ. ამისთვის შეიქმნა Meta-ი ეგრეთ წოდებული, ესე შეთანხმდნენ ეს სამი ძირითადი კომპანია, ეს Apple, Google, Amazon-ი, რომ რაღაც საერთო სტანდარტი უნდა შეემუშავებინათ, რომ ამ smart home device-ებს, რომელსაც ექნებოდა Meta-ის საპორტი, იმუშავა ყველა პლატფორმაში და ერთნაირად და არ ყოფილიყო რაღაც განსხვავება. ამ კონკრეტულ თოქზე მე ძირითადად ვილაპარაკებ Apple's Home-ზე, იმიტომ რომ მაგასთან მაქვს შეხება უმეტესად და მარტო ძირითადად Apple Home-ს ვიყენებ. და რა არის Apple Home-ისთვის საჭირო? ისეთი არაფერი, მკვირდება ნებისმიერი Apple-ის device, ან ტელეფონი, Mac-ი, iPad-ი არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ თუ გვინდა რომ დისტანციური მართვას გქონდეს, თქვა სახლიდან თუ გავიდით და იქიდან ვმართოთ, ან ავტომატიზაციები გქონდეს, გჭირდება ან Apple TV, ან რომელიმე HomePod-ი, რომ ეგ იყოს hub-ის როლი შეასრულოს. Apple's Home-ში არის საკმაოდ ბევრი device, რომელიც native-ად ინტეგრირდება, მაგალითად iOS Works with Apple Home რომელიმე device თუ დავინახეთ, ნიშნავს, რომ პირდაპირ უბრალოდ კოდს დაასკანერებ და ემატება სახლში, სხვა აღარაფერი არ გჭირდება. მაგრამ არის პრობლემა, რომ ძალიან ცოტა არის ესეთი device, რომელიც პირდაპირ Apple-ში მუშაობს native-ად და ამისთვის არის ბევრი მეთოდი გადაჭრის ამ პრობლემის, მაგალითად ყველაზე მარტივი რო განვიხილოთ, არის ეს გავრცელებული device-ები, ალბათ შეგხვედრიათ Sonoff-ი, რომელიც უბრალოდ ჭკვიანი რელე არის, რომელიც Wi-Fi-ზე კავშირდება და შეგიძლია თავისი აპლიკაციით მართო, ოღონდ არ ინტეგრირდება თავისთავად Apple's Home-ში, აქვს რომელიღაცა ვარიანტები, რომელიც ინტეგრირდება, მაგრამ ეს კონკრეტული device ყველაზე გავრცელებული არ ინტეგრირდება თავისი აპლიკაცია აქვს. ასევე არის Shelly. ეს ორი device ასრულებს უბრალოდ რელეს როლს, რომელიც უბრალოდ რაღაც ორ კაბელს აერთებს ან აშორებს. მაგალითად, თუ გვინდა მაცივარი რო გავასმარტოთ, მაცივრის კაბელს გადავჭრით, შნურს, რომელიც ტეფსელში ერთდება, ჩავსვათ ამას შუაში და უკვე Wi-Fi-დან როცა ამ device-ს გავთიშოთ, მაცივარი გაითიშება, ჩავთავთ, ჩაერთმება. ეს ყველაფერი დავიწყე იქიდან, რომ coworking-ში მქონდა ოფისი ნაქირავები და რომ მივდიოდი, მინდოდა ხოლმე ეს პატარა მაცივარი მედგა და წინასწარ ჩართული იყო, რომ მე ჩამეწყო ხოლმე რაღაცები, იმიტომ რომ შეიძლება რამდენიმე დღე არ მივსულიყავი და ტყილა რო არ ყოფილიყო ჩართული, მაგით მინდოდა მეკონტროლებინა. მეორე device-ი, Shelly, რომელიც Sonoff-საც აქვს მსგავსი device-ი, არის ეგეთი ფორმა აქვს, იმიტომ რომ შეგიძლია დენის ჩამრთველის უკან ჩააყენო, მოხსნა ან ეგრეთ წოდებული სტეპსელი ან ჩამრთველი, იმის უკან ჩააყენო და როგორც ღილაკის ჩართვით გააკონტროლებ, თქვათ ნატურას ან ნებისმიერ რამეს, ასევე აპლიკაციით შეძლებ. ოღონდ პრობლემა ის არის, რომ ამ ორივეს სჭირდება თავიანთი აპლიკაცია. კიდევ ერთ-ერთი device, რომელთაც შეგვიძლია მივიღოთ ესეთი უნივერსალური კონტროლი, რადგან ახლა ეს რო აღნიშნეთ, ხო, ან მაცივარი ნიმუშად მოვიყვანე, შეგიძლია გააკეთო მაგალითად მაგნიტოფონი ჩართო, დინამიკი ჩართო, ნებისმიერი რამე განათებაზე დააერთო და ჭაღი გაასმარტო მაგალითად. კიდევ ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული არის, რომელიც პულტს აკაცვლებს. ერთ-ერთი რომელსაც ვიყენებ არის Broadlink-ი. ესეთი პატარა device არის, ერთდება USB-ზე და თავისი აპლიკაცია აქვს, რომელთაც შეგიძლია უკვე არსებული device-ების პროგრამები ჩაწერო, ან დაასკანერო და შეინახო, აი როგორც უნივერსალური პულტები რო იყო, მეორე პულტს მიუშვერდი და ჩაიწერდი, ეგეთივე როლს ასრულებს. ოღონდ აქვს არა მარტო ინფრარედი, არამედ RF-იც, ანუ რადიოს სიხშირეს, ასე რომ ვთქვათ.
რა შეგვიძლია ამით? მაგალითად, ტელევიზორის კონტროლი, ჩართვა, გამორთვა, არხების გადართვა ნებისმიერი ფუნქცია, რასაც პულტით იზავდი, ან კონდიციონერი. ასევე შეგვიძლია შლაგბაუმი, თუ ესეთი დისტანცია ეყოფა, შეგვიძლია შლაგბაუმის გააკონტროლო. ოღონდ ერთი პრობლემა არის, შლაგბაუმი უნდა იყოს ფიქსირებული კოდიანი, იმიტომ რომ ზოგი პულტი არის, რომელსაც დააჭერ და ყოველ ჯერზე სხვადასხვა კოდს უშვებს, რომელიც არის დაშიფრული. ეგ ცოტა პრობლემური არის, არსებობს მაგისი ცოტა გვერდისავლითი მეთოდები, რომელზეც ახლა გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვილაპარაკებ. მაგრამ შესაძლებელია ეგეც რო გააკეთო. ასევე პარკინგის ბარიერები, პარკინგის ბარიერებს როგორც წესი ფიქსირებული კოდი აქვს და ძალიან მარტივად შეგიძლია მაგისი მართვა ამ დივაისიდან. და ნებისმიერი რამე, რასაც პულტი აქვს, მაგალითად, აი ეს ცნობილი generic პულტი, რომელიც ძირითადად სახალხო განათებებს და რაღაც ეგეთებს მოყვება ხოლმე, შეგვიძლია ჩაიწერო და მაგითი აკონტროლო. ოღონდ ამასაც, რა თქმა უნდა, Broadlinks თავისი აპლიკაცია ჭირდება და კიდე ერთი აპლიკაცია დაგემატა ტელეფონში, რომლითაც რაღაცებს მართავდა. როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? ამისთვის არსებობს ესეთი პლატფორმა Homebridge და მე შეიქმნა Meterbridge იმის შემდეგ, რაც Meteri გახდა ესეთი უნივერსალური. Homebridge არის მარტივად რო ვთქვათ, JavaScript-ზე დაწერილი რაღაც პლატფორმა არის, რომელშიც შეგიძლია შენ თვითონვე დაწერო JavaScript-ზე რაღაცა პლაგინი, რომელიც რამე ფუნქციას შეასრულებს, ან device გაასმარტებს, ან უბრალოდ რაღაც HTTP API-ს მიმართავს და ამინდს გიჩვენებს smart home-ში. ან ნებისმიერი რამე შეგიძლია გააკეთო, ალტერნატიულად შეგიძლია Meterbridge-ს, ოღონდ Homebridge როგორც ხედავთ, მარტო Apple-ის Home-ში მუშაობს და Meterbridge უკვე უნივერსალური არის, Meteris support-ი რასაც აქვს, ყველაფერი შეგიძლია დამატება. ეს Homebridge-იც და Meterbridge-იც შეგვიძლია გაუშვათ, ჩვეულებრივად ლეპტოპზე გაუშვათ და გქონდეს ეს სერვერად. ოღონდ პრობლემა ისაა, რომ ლეპტოპს რო დახურო, smart home-ი გაითიშება და ამიტომ ხშირ შემთხვევაში Raspberry-ზე აყენებენ ხოლმე, ან ნებისმიერ რამ კომპიუტერზე, რომელიც მუდმივად არის ჩართული, ჩემ შემთხვევაში Raspberry-ს ვიყენებ პატარა ესეთი, ვინც არის იცით, ჩვეულებრივი კომპიუტერი არის, ოღონდ პატარა ესეთი საკრედიტო ბარათის ზომის, აი აქ რასაც ხედავთ და ჩვეულებრივი Linux-ი არის გაშვებული Z და Homebridge-ის პლატფორმას გავუშვებ ჩვეულებრივად და Z უკვე რა პლაგინებსაც დააყენებ, არის არსებული პლაგინები. აი, შევხედოთ, აი, აქ თუ ჩანს არ ვიცი, მაგრამ Homebridge პლაგინს რო დასერჩავ, აჩვენებს, რომ 1000-ზე მეტი პლაგინი არის და ნუ რეალურად ბევრად მეტი არის, რომელიც შეგიძლია დასერჩო, ნახო რა გჭირდება, იმის მიხედვით დააყენო. მაგალითად, წეგან ამინდი ვახსენე, აი, HR-ის ხარისხი მაგალითად არის პლაგინი, რომელიც Air Quality Service მიმართავს, დაახლოებით ჩემ ტერიტორიაზე იგებს რა ხარისხი და smart home-ში გიჩვენებს, ისე თითქოს smart home device-ი გიდგას და გარეთ აივანზე ხედავს რა HR-ის ხარისხი არის. ან ნებისმიერი რამე მაგალითად რა ისეთი device-ი, რომელიც თავისი აპლიკაცია ქონდა, მაგალითად რო ვახსენეთ ის Sonoff-ი. არის Homebridge Sonoff-ის პლაგინი, რომელსაც რო დააყენებ ის Homebridge-თან დაკავშირებული Sonoff-ი უკვე HomeKit-ში გიჩანს როგორც ჩვეულებრივი device-ი, თითქოს native-ად დააყენე. ნებისმიერი ესეთი პლაგინს რო დააყენებ, ჩვეულებრივად, ანუ ხიდის Bridge-ი მაგიტოფია, რომ ხიდის როლს ასრულებს ნებისმიერ ამ სხვადასხვა თავისი პატარა custom აპლიკაციებიდან HomeKit-ში დასაინტეგრირებლად. ეგ არის ერთი ვარიანტი, მაგრამ ეს ყველაფერი რაც ვთქვით, მუშაობს უკვე smart device-ებზე, ან რაღაცა კონკრეტულ რაღაც შემთხვევებზე და ასევე Homebridge-ის შემთხვევაში და ისევე Meterbridge-ის შემთხვევაში შეგვიძლია დავწეროთ ჩვენივე პლაგინი, რომელსაც რასაც გვინდა გავაკეთებინებთ. ამისთვის შეგვიძლიათ გამოვიყენოთ JavaScript-ი და C++-ზე მე ვისაუბრებ, რადგან Homebridge-თან დაკავშირებით JavaScript-ი გვჭირდება მხოლოდ. შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგათი პლაგინის template-ი და ჩვეულებრივად TypeScript-ზე, JavaScript-ზე დავწეროთ ნებისმიერი რამე, რაც დაგჭირდება. მაგალითებს განახებთ, ეხლა მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ რაიმე smart ესეთი Arduino ან ESP ჩიპი და მაგაზე დავწეროთ კოდი, რომელიც იმუშავებს Homebridge-თან ინტეგრირებულად და შეასრულებს მაგალითად იგივე Relay Roles, ან შეგვიძლია რაღაცა სენსორი დავაერთოთ და როცა თქვა სენსორი რაღაცას დააფიქსირებს, სახლში გამოგვიჩნდეს, რომ მაგალითად მოძრაობა მოხდა იქ, ან უნივერსალურად რაღაც ნებისმიერი ვარიანტის გაკეთება შეგვიძლია. ერთ-ერთი რაც შემიძლია გავიხსენო, რითიც დავიწყე ეს ყველაფერი იყო Broadlink-ის დავიწყე, იმიტომ რომ კონდიციონერის გასმარტება მინდოდა, ეგ დავაყენე Homebridge-ის და რისთვისაც custom პლაგინები დამჭირდა, იყო თუ სწორად მახსოვს და თუ გავიხსენებ, პირველი იყო პულტის შლაგბაუმის პულტის ინტეგრაცია გავაკეთე, რადგან ეს პულტი იყო, როგორც ვახსენე, მარტივად არ ხდებოდა იმის ინტეგრირება კოდის კოპირებით, რადგან თითო დაჭერაზე უშვებდა სხვადასხვა კოდს ეს პულტი. ამიტომ ვერ დაასკანერებდი ამ პულტს, რომ იმას სიმულაცია გაეკეთებინა, ერთხელი მუშაობდა, მეტჯერ აღარ იმუშავებდა. ამიტომ გავაკეთე ესეთი რაღაც, აი შემდეგ ფოტოში გაჩვენებთ მაგას და ასევე C++ მოდი შევეხები ბარემ ეხლავე. C++-ზე შეგვიძლია Arduino-ზე დავწეროთ თავისი, აი მაგალითად Homespan-ი არის, აქ რომ იწერია, ეგეთი
ბიბლიოთეკა დავარქვათ, რომელთაც შეგვიძლია უკვე Homebridge-ის და ყველაფრის გარეშე თვითონ ამ Arduino-ში ან ESP ჩიპებში ჩაწერო ისეთი პროგრამა, რომელიც Homebridge-ის გარეშე პირდაპირ როგორც native device ისე იმუშავებს, ანუ თავის ასე ვთქვათ expose-ს აკეთებს როგორც HomeKit-ის device. იგივენაირად შეგვიძლია JavaScript-ზე დავწეროთ Homebridge-ის გარეშე JavaScript plugin-ი, რომელიც Homebridge-ს აუვლის, მაგრამ Homebridge უბრალოდ მოხერხებულია, იმიტომ რომ ყველა device-ის ხელით დასკანერება არ გიწევს და დამატება, უბრალოდ Homebridge როგორც კი დაემატება, ავტომატურად ჩანს შენს Home-ში. აი, რამდენიმე მაგალითს გიჩვენებს, რაც გავაკეთე ჩემს სახლში რაღაც არაჭკვიანი device-ების გასასმარტებლად. აი, პირველ screen-ზე ჩანს შლაგბაუმის, უბრალოდ პარკინგის გამღები. ეს წეღან რო ვაჩვენე პარკინგის შემზღუდავი. ეგ არის, რომელიც უბრალოდ Broadlink-ის პლაგინით აყენია, მაგრამ მანამდე მქონდა შლაგბაუმის გამღები, რომელიც აი ქვედა ფოტოში თუ ხედავთ, აი რით შემიძლია რომ მივანიშნო, ეს არის პულტი ქვემოთ პატარა, რომელიც დავშალებოთ მოუხსენი და რადგან ეს ყოველდაჭერაზე სხვადასხვა სიგნალს უშვებდა, პულტს არ შევეხე და უბრალოდ ეს ორი რელე, რომელიც აიქეთ ორი ლურჯი რელე ჩანს, დავაერთე ღილაკზე, რომ როგორც ღილაკის დაჭერის სიმულაცია, ეგრე ემუშავა ოღონდ HTTP-ის გავლით. HTTP-ის გავლით არა, უბრალოდ Homebridge-ის გავლით. აქ პატარა სქემა გავაკეთე, რომ დაკავშირებულიყო და ზემოთ არის Raspberry. ეს Raspberry-ზე მიყენია ჩვეულებრივად დაწერილი პლაგინი, რომელიც თქვათ გაღებაზე ამ რელეს ჩართავს ერთ რელეს, რომელიც ღილაკის დაჭერის სიმულაციას აკეთებს და რეალურად გამოდის ისე, რომ smart home-ში რომ დააჭერ შლაგბაუმის გაღებას, ეს რაღაცა წრეც კრავს და პულტს აჭერს, რომელიც მერე შლაგბაუმს გაგიღებს. და ესეთი ძველი რაღაცნაირი დაჟანგებული შლაგბაუმი უცბად აღმოჩნდა, რომ home-ში მაქვს დამატებული და ანუ აქედან რომ unlock gate-ს ეტყვი, ის შლაგბაუმი, ძველი ჟანგიანი შლაგბაუმი იღება ესე. ანალოგიურად მქონდა მანქანის პულტი დაერთებული, სათადარიგო პულტი შევაერთე დაქოქვის ღილაკზე. და თქვათ დილას ავტომატიზაცია მეყენა, რომ თქვათ როცა 8-დან 9 საათამდე ტუალეტის კარს გავაღებდი, უბრალოდ ტუალეტს არა. შემოსასვლელის კარს რო გავაღებდი, ავტომატურად მანქანას მიქუქავდა, რომ დაქოქილი და მხვედრილი იყო მანქანა გამთბარი ზამთრის პერიოდში. ესეთი რაღაც გავაკეთე კიდევ ყოველთვის მოვიწყდებოდა ყვავილების მორწყვა და ძალიან ბევრი ყვავილი გაგვიხმა, გაუბედურდა და რაღაცა უნდა მოვიმოქმედო მეთქი და აქ ეხა დეტალურად მთლიანად არ ჩანს, მაგრამ აი აქ არის ESP6288 ჩიპი, რომელიც არის დაერთებული რელეზე და ამ რელეზე დავაერთე მე წყლის მოტორი პატარა, ანუ ესეთი USB-ზე ერთებად პატარა წყლის მოტორი და ესეთი სიტუაცია გამოვიდა საბოლოოდ, რომ წყლის რეზერვუარი მედგა 10 ლიტრიანი და კაბელი, ანუ შლანგები მიდიოდა ყვავილებთან და ავტომატიზაცია მეწერა, რომ თქვათ დღის საათებში 12 საათზე მოერწყვა ავტომატურად ეს ყვავილები და ეს ჩვეულებრივ რელე ირთვებოდა ამ ტუმბოს ამუშავებდა და ყვავილებს რწყავდა. მანდ ერთი პრობლემა არ გადამიჭდია, მინდოდა დამემატებინა ტენიანობის სენსორი, რომ იმ შემთხვევაში მოერწყო თუ მიწა გამოშრებოდა. ეგეც ერთ-ერთი ვარიანტი არის მაგისი გასმარტების. კიდევ ერთი რაც გავასმარტე არის სახლის დომოფონის სისტემა, რომელიც არც ისე ჭკვიანი არის, უბრალოდ ჩვეულებრივ ტელეფონი არის და ერთი ღილაკი აქვს დასაჭერი, რომელსაც რო დააჭერ ქვემოთ სადარბაზოს კარს აღებს. რაც ვქენი ერთადერთი იყო ეს ჩვეულებრივი, რომ ესეთივე რელე დავსვი, რომელიც ამ ღილაკებს შეერთებდა, უბრალოდ ეს ახლა კეთების პროცესში ვარ, არ დამთავრებია, ტყუილი ვერ გამომივიდეს და კარად მაქვს დამატებული როგორც smart lock-ი და ამ smart lock-ის გაღებას რომ დააჭერ home-ში, ან თქვათ მანქანიდან ეტყვი, ან ტელეფონიდან ეტყვი, ის ქვემოთ სადარბაზოს კარს გაგიღებს. კიდევ ერთი, რომელსაც ეხლა ვამთავრებ ამ დღეებში უნდა მოვჩა ამ პროექტს, არის ქვემოთა შუა ფოტო რო ჩანს. ამის დეტალურ ფოტოებს განახებთ მე, ეს უბრალოდ ერთ-ერთი ვარიანტი არის, რომელიც ცოტა უფრო კომპლექსური გამომივიდა. არის ისევ ESP62-ზე დაწერილი რელე, რომელიც დავაერთე ჩვეულებრივი გათბობის ქვაბს, ან ცხელი წყლის ქვაბს. ორი პინი აქვს ამ ქვაბს, რომელიც რო იყურება თერმოსტატი ერთდება მაგაზე და როცა იყურება ჩართული არის ქვაბი, როცა გაითიშება ქვაბიც. ეს რელე კონტროლდება ცალკე HTTP პროტოკოლის დაუწერე გარე ინტერფეისი, რომელსაც ორი endpoint-ი აქვს ჩართვის და გათიშვის. Homebridge-ზე დავწერე პლაგინი, რომელიც კიდე სხვა სენსორს HTTP-ით მიმართავს და ტემპერატურას იგებს და აქედან გაგებული ტემპერატურით აკონტროლებს ამ თერმოსტატის ადგილას დაერთებულ პატარა რელეს. და გამოდის ისე, რომ როცა home-ში, თქვათ, როგორც heater accessory ქვია მაგას გამათბობელს რო აუწერ, თქვათ, დააყენებ ტემპერატურას 25 გრადუსზე, იმ სენსორს უკავშირდება ეს პლაგინი, ნახულობს რა ტემპერატურაა, თუ ავიდა 25 გრადუსზე, ავტომატურად ეს Homebridge-ს გადაცემს, Homebridge-ი ამ რელეს გადაცემს, გათიშავს ქვაბს და ნუ გამოვიდა, რომ smart thermostat-ი გვაქვს, ჩვეულებრივი დებილი ქვაბით და დებილი ტემპერატურის სენსორით.
ეხლა მინდა რომ რაღაცა ვიდეოები გაჩვენოთ კიდევ როგორ გავაკეთე ეს უფრო დეტალურად რომ შეგახედოთ. თუ გამოვაჩენ ახლა ამას, მოკლედ აი ეს არის კეთების პროცესში. აი ეს ლურჯი არის რელე, რომელიც უბრალოდ 3 პინი აქვს კონტროლისთვის და წრედის შემკრავი და ეს არის ეს ESP ჩიპი. საბოლოოდ ამას ესეთი სახე მივეცი, ამ ჩიპზე დავაწებე ზემოდან ეს რელე და აი როგორც ხედავთ, სად არის მაუსი? აი აქ აქვს კაბელი, ეს წითელი კაბელი რო გამოდის, უბრალოდ ორი წვერი არის, რომელიც შეიკვრება, გაითიშება. ამის შემდეგ გავხსენი ქვაბი, აი ეს მოვხსენი ეს წინ აქ აქვს ეს თავისი კონტროლერი, ამ კონტროლერი დავშალე და აი აქ თუ დააკვირდებით, აი ამ ადგილას არის ესეთი პატარა ორი პინი, რომელსაც როცა წრედი იკვრება, ჩაერთვება ქვაბი, გაითიშება და ეს ორი კაბელი დავაერთე ზუსტად ამაზე. შედეგი არის აი ეს პატარა რაღაც მიკრული, ანუ ზომაში დიდი არ გეგონათ, იმიტომ რომ აი რო შეხედავთ, ეს არის მიკრო USB-ის თავი და შესაბამისად უნდა რაღაცა 100 სკოლოფის ზომისაც არ არის და ეს არის მთელი მაგ სმარტის სეტაპი. აი განახებთ კიდევ პარკინგის გასმარტების close parking. ნუ აქ არის მის, მაგრამ უთხოვია პარკინგი დაკეტოს და ეს დაუკავშირდა Homebridge-ი დაუკავშირდა Broadlink-ს, გაუშვა სიგნალი და გარეთ ჩვეულებრივი დებილი პარკინგი დამიკეტა. და ამის ავტომატიზაცია შეიძლება ისე რომ მაგალითად როცა სახლის ტერიტორიას გაცდები, თუ შენი ტელეფონი დაკონექტებულია შენ მანქანასთან, როგორც კი სახლს გაცდები, ავტომატურად დაკეტოს ეს პარკინგი, ან რომ მიუახლოვდები სახლს, ავტომატურად გაღებული დაგახვედროს. ესეთი მრავალი რამის მომფიქრება შეიძლება, უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, რომ არანაირი ესეთი რთული რაღაც საჭირო არ არის, ელემენტარული JavaScript-ის თორნა გჭირდებათ Homebridge-ის დოკუმენტაციის წაკითხვა და ნებისმიერი რაღაცა, რასაც იფიქრებთ, რომ აი ეს რო ტელეფონიდან მეკონტროლებინა, კარგი იქნებოდა, შესაძლებელი არის, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ხდება ეგ ყველაფერი. დაახლოებით ალბათ შეიძლება 1-2 კვირა დაგჭირდეთ იმის გასარჩევიან, სწავლიან, დაწერიანა, რომ რაღაცა device-ი გაასმარტოთ და ეს არის მთელი ამისი ფილოსოფია, რაც დგას ამ Homebridge-ის და smart device-ების უკან. ეს იყო სულ, მადლობას მოგახსენებთ, იმედია ძალიან ტექნიკური დეტალები არ იყო და შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში, GitHub-ზე, Instagram-ზე ასე შემდეგ ამ username-ზე მომაკითხოთ, თუ რამე კითხვები გექნებათ, დიდი სიამოვნებით კი პასუხებთ, ოღონდ ძალიან დეტალური პასუხები ვიცი ხოლმე, რომ ამ თემას შევყვები და ხანდახან გამაჩერეთ, რომ ზედმეტი არ მომევიდეს. მადლობა ყველას, იმედია თავი არ შეგაწყინეთ.